ერთ დაბნეულობას გაგიზიარებ, რაც ძალიან დიდი ხანი, ძალიან მაწუხებდა და შეიძლება შენს დაგეხმაროს. აი ტანჯვის მიზეზებზე ხშირად ვაზიარებ ხოლმე და ტანჯვის მიზეზების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი არის დაბნეულობა. და ამ დაბნეულობის ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ჩემს გამოცდილებებს ვადარებ სხვის გამოცდილებებს. თითქოს თვითკმარი ვარ, თითქოს ვიცი საითაც მივდივარ, თითქოს ვიცი რა პრაქტიკებსაც ვაკეთებ და რა არის ჩემი სულიერი მდგომარეობის სურვილი, მაგრამ აი როგორც კი ადამიანში დავინახავ ისეთ რაღაცას, რაც იმ მომენტში იმპულსს გამიჩენს, რომ აი მეც მინდა, მაშინვე ჩემში ირთვება რაღაცნაირი უკმაყოფილება, ინფანტილიზმი და უკმარისობა იმისი, რომ მე რატომ არ მაქვს რა? ანუ რას ვაკეთებ არასწორად, რომ მე ეს არ მაქვს. აი თითქოს ის ადამიანი ბედნიერია, ის სწორად აკეთებს და ამიტომაც არის ბედნიერი, ჩდება შეგრძნება, მაგრამ მე რას ვაკეთებ არასწორად, რომ ეგ ყველაფერი არ მაქვს. და რეალურად არც არაფერს არ აკეთებ არასწორად, ყველაფერს სწორად აკეთებ. უბრალოდ დაბნეულობა ჩდება მაშინ, როცა მავიწყდება, რომ მე ჩემს უნიკალურ გამოცდილებებს გავდივარ. ზუსტად იმას და ისე, როგორც უნდა გავიარო. და ის ადამიანი თავის უნიკალურ გამოცდილებებს გადის. ზუსტად ისე და ისეთ ფორმაში, როგორც უნდა გაიაროს. და ასევე დაბნეულობა არის ის, რომ მე არ შემიძლია ადამიანის გამოცდილებებს შევხედო ჩემი წარმოდგენებების და განპირობებული გონების გარეშე. ეს სოციალური ქსელი იქნება თუ ისე ცხოვრებაში ადამიანს რო შევხვდები, მოусმენ, ან ამ ინსტაგრამზე სურათს ვნახავ, სტორის გააზიარებს და შევხედავ, იმ წამსვე ჩემი წარმოდგენები ქმნის ამ ადამიანის იმ რეალობას, რომელიც რეალობაც ჩემ თავში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ და აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ადამიანის რეალობას. ანუ მე რასაც ვარქმევ, რომ იმ ადამიანს აქვს ისეთი რაღაცა, რაც მე არ მაქვს, ეს ფაქტი არ არის. ეს არის ის, რომ დაავადებული გონების გამოხატულებაა, რომელიც იძახის, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას. ყველაფერს რაღაც კომენტარი გაუკეთოს, ყველაფერს თავის წარმოდგენები მოახვიოს, თავის შეხედულებები მოახვიოს. და რეალურად ამ დაბნეულობას ქმნის ის, რომ მე უნდა ვისწავლო, ვიურთიერთო ადამიანებთან და საკუთარ თავთან პირველ რიგში, ისე რომ არანაირი წინასწარი წარმოდგენა, შეხედულებები და რაღაც განპირობებული ჩარჩოები არ მქონდეს, არც საკუთარი თავის მიმართ და არც სხვა ადამიანების მიმართ. და ეს რეალურად მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახო, რომ მე ჩემს გამოცდილებას გავდივარ ზუსტად ისე, როგორც უნდა გავიარო და ყველა სხვა ადამიანი გადის თავის გამოცდილებას ზუსტად ისე, როგორც მას სჭირდება. და ზედმეტი აი ყოველგვარი შეფასება ის კარგად არის თუ ცუდად არის, მე კარგად ვარ თუ ცუდად ვარ. აი როგორც კი ამას გავახსენებ ხოლმე საკუთარ თავს, მაშინ ეს დაბნეულობა ქრება და შესაბამისად ტანჯვას ქრება. მაგრამ ეს ყველაფერი არის იმ ისტორიების შედეგი, რომელსაც საკუთარ თავს უყვები და ეს ფაქტი არ არის. ამ დაბნეულობიდან რომ გამოვიდე, მე მჭირდება მახსოვდეს, რომ არაფერია შესაძლებელი და არაფერია სასწორზე დასადები. უბრალოდ მივყვები იმ გამოცდილებებს, რომელიც ყოველდღურად მეძლევა. და მე მაქვს შესაძლებლობა რომ განვითარდე და გავშალო ეს გონება იმაში, რომ არ დავიწყო საკუთარი გამოცდილებების შეფასებაც კი. რომ გუშინ უფრო მძაფრი გამოცდილებები იყო თუ დღეს, თუ ხვალ როგორი იქნება. ეს არანაკლები დაბნეულობა არის და არაფრით განსხვავდება იმისგან, რომ სხვის გამოცდილებებს შევადარო საკუთარი გამოცდილება. არც საკუთარ გამოცდილებებს არ მჭირდება რომ შევატარო. ყოველ დღეს ვიღებ ცოცხლად და ცოცხალი ნიშნავს იმას, რომ სპონტანურია, ნებისმიერი გამოცდილება, ეს ტკივილი სახით შემოვა თუ სიხარულის სახით შემოვა, მაშინ გახდება ტკინეული და მაშინ გახდება სასიხარულო, როცა მე დავარქმევ ამ ყველაფერს, თორემ მე მჭირდება რომ უბრალოდ მოცემულობა მივიღო. აი ზუსტად ისეთი ცოცხლად, ყოველგვარი შეცვლის გარეშე. და მე როგორც კი ამაზე ყურადღებას გავამახვილებ, მაშინ უნდა ხვდები, რომ მე უბრალოდ არ მაქვს ჩემი განპირობებული გონებით იმის უნარი, რომ ნებისმიერი გამოცდილება მივიღო უბრალოდ გამოცდილებად, უბრალოდ ცოცხლად, აი ისე როგორც არის და თითი არ დავაკარო, არ შევცვალო ეს გამოცდილებები რა. არ დავარქვა რომ პრობლემა, ან არ დავარქვა რომ პრობლემა არ არის. არა, უბრალოდ არის ისეთი როგორიც არის. და დავსვა კითხვა, ფაქტად მე აი ამ მომენტში, ამ კონკრეტულ მომენტში რისი გაკეთება შემიძლია? და აქედან გამომდინარე ვიმოქმედო. ამიტომ მჭირდება მახსოვდეს კიდევ ერთხელ, რომ ჩემი გამოცდილებები არ არის საჭირო სხვის გამოცდილებებს შევადარო. მადლობა.